იცოდით თუ არა, რომ ღვიძლის გაცხიმოვნება და ღვიძლის უჯრედების დაზიანება და დაბინძურება აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის. ღვიძლის გაცხიმოვნება ხდება იმის გამო, რომ შენ იკვებები არაჯანსაღად, ანუ იღებდი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს მაგალითად, ანუ დიდი რაოდენობით ტკბილეულს. ამიტომ ღვიძლის გაწმენდა სხვა თემაა და ღვიძლის გაცხიმოვნების შეჩერება და ამ პრობლემის მოგვარება აბსოლუტურად სხვა რამ არის. როდესაც ჩვენს ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით ცხიმი, იქ სადაც ის არ უნდა იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში დაგროვდა დიდი რაოდენობით ტოქსინი, რომელიც თქვენმა ღვიძლმა ვერ გაფილტრა, ვერ გამოიტანა გარეთ გამომყოფმა სისტემებმა და ის გაიხსნა ცხიმში და დაგროვდა ცხიმის სახით. ამიტომ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები ჩვენს სხეულს, რომ მან ეს ცხიმი გახსნას, გაანეიტრალოს, დაშალოს და გამოიტანოს გარეთ. მაგრამ, როდესაც ეს პროცესი უკვე საკმაოდ შორს წასულია, თვითონ ჩვენი ორგანიზმი ამას დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს. ამიტომ ჭირდება სპეციალისტის დახმარება. ამ შემთხვევაში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დავიწყოთ კვების რეჟიმის მოწესრიგებით, ვიკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით და ასევე უნდა ჩავიტაროთ ორგანიზმის ღრმა წმენდის დეტოქს პროგრამა. ეს მარტივი პროცესი არ არის და გარკვეულ დროს მოითხოვს. დეტოქს პროგრამა შედგება რამოდენიმე ეტაპისგან და მოიცავს ორგანიზმის pH ბალანსის აღდგენა, ცხიმში ხსნადი და წყალში ხსნადი ტოქსინების გახსნას, განეიტრალებას და გარეთ გამოდევნას და შემდეგ უკვე ორგანიზმის იმ ნივთიერებებით შევსება, რომელიც მას აქვს დეფიციტში. ყველა პაციენტის მდგომარეობა ინდივიდუალურია, ამიტომ არ არსებობს უნივერსალური რჩევა ან უნივერსალური პროგრამა, ამიტომ სასურველია გაიაროთ სპეციალისტთან პირადი კონსულტაცია. ამისთვის დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში.